ბერლინში არის ადგილები, სადაც ისტორია ხმამაღლა საუბრობს. ბრანდენბურგის კარიბჭე, რაიხსტაგი, ბერლინის კედელი. იქ შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, მაგრამ არსებობს სხვა ბერლინიც. ჩუმი, ყოველდღიური. ქალაქი, სადაც ისტორია შენობების ფასადებზე კი არა ქუჩის აბრებზეა დამალული. ასეთია ბავარიული კვარტალი, შონებერგის რაიონში. დღეს აქ სიმშვიდეა, ხეები, კაფეები, ველოსიპედები, ბერლინური ყოველდღიურობა. ადამიანი შეიძლება საათობით დადიოდეს და ვერც მიხვდეს, რომ ოდესღაც ეს ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ებრაული უბანი იყო. მე კი სწორედ ამიტომ მოვედი, იმის სანახავად, როგორ ახსოვს ქალაქს საკუთარი წარსული. ბავარიული კვარტალი მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. იმ დროს ბერლინი სწრაფად იზრდებოდა. ახალი ქუჩები ჩნდებოდა, ახალი სახლები შენდებოდა, უბანს კი განსაკუთრებული გადაწყვეტა მოუფიქრეს. ქუჩებს ბავარიის ქალაქებისა და ადგილების სახელები დაარქვეს. აუგსბურგაშტრასე, ბაიროეთაშტრასე, მუნხენაშტრასე, ნიურნბერგაშტრასე. თითქოს ბერლინის შუაგულში პატარა ბავარია გაჩნდა, მაგრამ ამ ქუჩებზე კიდევ ერთი ისტორია დაიწერა. აქ დასახლდნენ ებრაელი ექიმები, იურისტები, მეცნიერები, მაგალითად ალბერტ აინშტაინი, მწერლები, მუსიკოსები, ბერლინის განათლებული საშუალო კლასი. ადამიანები, რომლებიც გერმანულ კულტურას ქმნიდნენ, რომლებიც საკუთარ თავს გერმანელებად მიიჩნევდნენ, რომლებიც გერმანულად ფიქრობდნენ, გერმანულად წერდნენ და ხშირად არც კი უფიქრიათ, რომ ერთ დღეს მათი წარმომავლობა ყველაფერზე მნიშვნელოვანი გახდებოდა. შემდეგ მოვიდა 1923 წელი და დაიწყო ის, რასაც თავიდან ბევრი ვერ ამჩნევდა. ჯერ ერთი შეზღუდვა, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე. ერთ დღეს ებრაელ ექიმს პაციენტების მიღება აეკრძალა. მეორე დღეს ბავშვს სკოლაში შესვლა. მესამე დღეს ადამიანს საკუთარი პროფესია ჩამოართვეს და ასე ნელ-ნელა კანონი კანონზე, აკრძალვაზე ჩვეულებრივი მოქალაქეების საკუთარი ქალაქის უცხოებად აქციეს. ბავარიულ კვარტალში ამ ისტორიას უჩვეულოდ ინახავენ. აქ მემორიალი არ დგას, არც მონუმენტია, არც გრანდიოზული ძეგლი, ქუჩის ფარნებზე პატარა დაფებია დამაგრებული. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ როცა მიუახლოვდები, წაიკითხავ. 1938 წლიდან ებრაელ ბავშვებს საჯარო სკოლებში სწავლა აეკრძალათ. ებრაელებს შინაური ცხოველების ყოლა აეკრძალებათ. ებრაელებს საზოგადოებრივ პარკებში შესვლა ეკრძალებათ. მოკლე წინადადებები, 7 სიტყვები, ბიუროკრატიული ენა. და სწორედ ამიტომ არის შემზარავი, რადგან დიდი ბოროტება ხშირად დიდი სიტყვებით არ იწყება. ის პატარა აკრძალვებით იწყება, პატარა გამონაკლისებით, პატარა დუმილით. მივდივარ ამ ქუჩებში და ვფიქრობ, რომ მეხსიერების პოლიტიკა სწორედ ეს არის. არა მხოლოდ მსხვერპლის ხსოვნა, არამედ პროცესის ჩვენება. ჩვენება იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებამ ნაბიჯ-ნაბიჯ დაკარგოს ადამიანურობა. ბერლინი საკუთარ ისტორიას არ ამართლებს, არ ამშვენებს, არ მალავს პირიქით. ტოვებს იქ, სადაც ადამიანები ყოველდღიურად დადიან. სამსახურში მიმავალნი, სკოლაში მიმავალნი. ტოვებს იმისთვის, რომ ერთხელ მაინც გაჩერდნენ და დაფიქრდნენ, რომ ისტორია ყოველთვის სადღაც შორს არ ხდება. ზოგჯერ ის სწორედ აქ იწყება, ერთი პატარა აპრისგან, ერთი პატარა აკრძალვისგან და ერთი საზოგადოებისგან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ნორმალურია. ალბათ ამიტომ დამამახსოვრდა ბავარიული კვარტალი, რადგან აქ მეხსიერება მუზეუმში არ ცხოვრობს. აქ მეხსიერება ქუჩებში დადის, ქუჩის ფარნებზე, სახლების ფასადებზე, ადამიანების ყოველდღიურობაში. და როდესაც ამ პატარა აბრებს კითხულობ, ხვდები, რომ ისტორიის ყველაზე დიდი გაკვეთილი ხშირად ყველაზე მოკლე წინადადებაში ეტევა. ბერლინში დაბრუნებული ჰოლოკოსტს გადარჩენილი მარგოთ ფრიდლენდერი, რომელმაც საკუთარი ოჯახი დაკარგა, სიცოცხლის ბოლომდე ერთსა და იმავეს იმეორებდა. Zeitmenschen, იღავით ადამიანები.